გამარჯობა. დღეს ვისაუბრებთ უცხოელი და კვალიფიციური თანამშრომლობის აყვანის პროცესებზე და სრული დოკუმენტაციის სწორად წარმართვაზე. თუ თქვენი კომპანია აპირებს UK-ს sponsor license, ანუ ბრიტანეთის სპონსორის ლიცენზიის მიღებას, დოკუმენტაციის სწორად მომზადება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ლონდონში დაფუძნებული იურიდიული კომპანია და ამ ვიდეოში გასაუბრებით იმ ძირითადი დოკუმენტების შესახებ, რომლებიც წარმატებული ლიცენზიის განაცხადისათვის აუცილებელია. ნაწილი 1. დავიწყოთ. სავალდებულო დოკუმენტაციები. Home Office-ის ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უნდა წარადგინოთ მინიმუმ 4 დოკუმენტი დამტკიცებული სიიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ თქვენი ბიზნესი არსებობს რეალურად და ფუნქციონირებს, მუშაობს სრულად კანონის ფარგლებში და მის დაცვით და შეუძლია სპონსორის ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება. ამისათვის კი სავალდებულო დოკუმენტები სია არის. რეგისტრაციის სერტიფიკატი, ანუ Certificate of Incorporation, ასევე რეგისტრაციის სერტიფიკატი VAT, ასევე Account Office-ის კოდები და ბოლო პერიოდის ბიზნეს ბანკის ამონაწერები. ასევე დამსაქმებლის დაზღვევის სერტიფიკატი მინიმუმ 5 მილიონიანი დაფარვით და მოწმობა ოფისის არსებობისა და ოპერაციული საქმიანობის შესახებ. ასევე თქვენ უნდა წარადგინოთ საბუთები, რომლებიც ამტკიცებს, რომ თქვენი ბიზნესი აქტიურად ოპერირებს ბაზაზე. ეს არის გაქირავების ხელშეკრულება, ანუ მფლობელის მოწმობა, ასევე კომუნალური გადასახადების ქვითრები, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. თუ თქვენი ბიზნესი რეგულირდება ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორებიც შეიძლება იყოს CKC ან FCA, აუცილებლად უნდა მოაწოდოთ თქვენი რეგისტრაციის მოწმობა ან ბოლო ინსპექციის ანგარიში.